მოგესალმებით, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით. მადლობა ნდობისთვის და დღეს მოდით თქვენთვის, მხოლოდ მამაკაცებისთვის ვიკითხოთ, რა ხდება თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში. რა ენერგიებშია და რა ამბებია მის თავს. პირველი, მეორე და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ჯერ ვნახოთ ვინაა თქვენი ჩაფიქრებული ქალბატონი. აბა მაჩვენე სამიანი თასები, ძალიან ისეთი გახსნილი კომუნიკაბელური ხმლების რაინდი და ორიანი კვერთხები. კი ბატონო, სამიანი თასებით რა შემიძლია გითხრათ? შესაძლოა რომ რაიმე ისეთი სფეროს წარმომადგენელი იყოს, ან სპორტის, ან ხელოვნების, ხო, მომღერალი, მოცეკვავე, გიმნასტი, რა ვიცი, მოციგურავე, მოცურავე, ну, რაღაცა ესეთი შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ ამის თავი გავანებოთ, იმიტომ რომ იქ სხვა არკანებითაც გეტყვით მერე, საჯაროა გაშლა და ამიტომ ყველა ვერსია უნდა დავაფიქსირო. მაგრამ ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან გახსნილი, ძალიან თავისუფალი, ნახეთ ძალიან როგორი ადამიანი იცით, სითბოს გამტარიც და გადამცემიც, უყვარს ხალხმრავლობა, შესაძლოა ძალიან ხშირი სტუმარი იყოს კაფეების, ну, ვიღაცები გარკვეული ნაწილი კლუბების და ასე შემდეგ, ხო? ორიანი კვერთხებით ადამიანი ცოტა მერყევით, ცოტა იცით როგორია, სულ მიჯნა რო არის მის ცხოვრებაში, სულ რო გზაჯვარედინია, სულ რო რაღაც არჩევანია და სულ რომ ძალიან ხისტი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ შანსი ბევრია. აქ ხედავთ თქვენ ფრინველებს წარმოდგენილს რტოებით, ანუ შანსები არის, წინსვლის პერსპექტივა არის, გამარჯვების პერსპექტივა არის, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ უბრალოდ რომელ მხარეს წავიდეთ. რაც შეეხება ხმლების რაინდს, ხმლების რაინდი სხვა შორის მე ძალიან მიყვარს ეს არკანი. ნახეთ ჩიტუნიას კი არ სტყენს რამეს ეს ხმალი არა მარცხენა ფრთის ქვეშ ისეთი შვიდად აქვს ამოდებული ამ ერთი ციტაჩიც სამხელა ხმალი და მიფრინავს, ხო? ანუ ადამიანი, რომელიც შეიძლება სხვა შორის ინფორმაციულ სფეროშიც მუშაობდეს, საბანკო სისტემაში მუშაობდეს, IT სფეროში მუშაობდეს, რაღაცა სასამართლო ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდეს, ადამიანი არ არის აუცილებელი, მაგრამ ნუ ესეც გადათამაშდება ვიღაცებზე. და გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ლოგიკას დაქვემდებარებული, გონება გამჭრიახი ადამიანი. შესაძლოა რაიმე წამყვან პოზიციაზეც იყოს წარმოდგენილი, მაგრამ რომ უყვარს ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი სიახლის მოძიება, გარკვევა, არ უშინდება არანაირ სიახლეს მის ცხოვრებაში და პირიქით, ხო, რაც ერკვევა ცნობის მოყვარია და მარტივად უღებს ალღოს ყველაფერს. და ვნახოთ ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო, რა ენერგიები, რა ამბებია მასთან. რამდენიმე არკანით ეს ვიკითხოთ. ხუთიანი პენტაკლები რა ხდება, ფინანსური გაჭირვება აქვს, სამსახური დაკარგა თუ რაღაც ესეთი. ჩამოკიდებული მამაკაცი ძალიან დიდი ტრანსფორმაციის პირობებშია ეს ადამიანი ამ ეტაპისთვის. ნუ ახლა სამიანი თასები ამოვიდა და პერიოდია ისეთი რომ გასაგებია ექნება სტუმრიანობები და ხო, იქნება თავშესყრის ადგილები, მაგრამ ნუ ქურუმი ქალი. შესაძლოა ჩემი კოლეგაა მეგობრებო თქვენი რჩეული, შესაძლოა სულაც არ იყოს გამოხატული მის ცხოვრებაში მისი ნიჭები და რესურსები, მაგრამ ის თავისი ბუნებით ჯადოქარია, გრძნეული ადამიანია, ხო, ძალიან დიდი ინტუიციის მატარებელი ადამიანია, სულ არ ჭირდება არანაირი რიტუალი, არანაირი ინსტრუმენტი, თავისი არსებობით შესაძლოა უკვე სასწაულებს და ჯადოსნობებს ახდენდეს სხვა ადამიანების ცხოვრებაში, თავისი გამოხედვით, თავისი შეხებით, ხო? უდიდესი ენერგიების მფლობელი აქ ამ დასტაში დააკვირდით, როგორც წესი ქურუმი ქალის დასტაში ყველგან არის ან სავსე მთვარე წარმოდგენილი, ან ნახევარი მთვარე, აქ ორივე წარმოდგენილია. უყურეთ, ნახევარი მთვარე ზე დგას, მგელი და გვირგვინზე აქვს სავსე მთვარე, ანუ ძალიან მრავალმხრივად განვითარებული ადამიანია. სიგნიფიკატორი რომ ვნახე, ну, ჩავთვალე რომ სტანდარტულ ადამიანთან მქონდა შეხება, მაგრამ არა ვერ ვიტყვი რა სტანდარტული ადამიანია. კიდევ ავამანახე ხანდილი– ოთხიანი ხმლები. ნუ ოთხიანი ხმლები
და სულ ხმლების ენერგიაში რა ხდება ამ გოგოს ცხოვრებაში. ხმლების ტუზი და ოთხიანი ხმლები. ნუ ხმლების ოთხიანით რა შემიძლია გითხრათ? რაღაცა პერიოდი აქვს ისეთი, რომ დანაკარგები, გარკვეული სტრესები, შეიძლება ქრონიკულიც არ ვიცი, ხო? რაღაცა შიშის ფოთვები, შესაძლოა ავადმყოფობდა კიდეც ეს ადამიანი და რაღაცა გამოჯანმრთელებისკენ მიდის, რაღაცა თავდაცვით სიტუაციაშია გადასული, რაღაცა ენერგიების აღდგენას რომ უთმობს დროს, აი ესეთი ენერგიები მიფიქსირდება. ხმლების ტუზით რა შემიძლია გითხრათ? შესაძლოა რაიმე ძალიან ესეთი გადაწყვეტილების წინაშე იდგეს ეს ადამიანი, რომ საკმაოდ ხისტი და საკმაოდ მტკივნეული იყოს ეს გადაწყვეტილება ვინმესთვის, მარტო მისთვის არა ზოგადად. ანუ ვიღაცისთვის ეს აი საბედისწერო გადაწყვეტილებაც კი იყოს, რომელიც ამ გოგომ უნდა მიიღოს, ხო? ან უკვე მიიღო და აი ამ გადაწყვეტილების შედეგია მისი დღევანდელი აი ეს ენერგიები, ხო? რაღაცა შიშების ფოთვების გარკვეული ნეგატიური ფონი, რაც ოთხიანი ხმლებით ჩვენ აქვს ხო წარმოდგენილი. ამავდროულად შესაძლოა რაღაცას გეგმავდეს, რაღაცა სწავლასაც აპირებდეს. ყოველ შემთხვევაში კონცენტრაცია თავიდან ბოლომდე საკუთარ განვითარებაზე აქვს მომართული და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სწორ ენერგიებშია ამჟამად ეს ადამიანი. ახლა ვიკითხოთ კონკრეტულად თქვენთან მიმართებაში რა ენერგიებში, აი კონკრეტულად თქვენთან ვინც მიყურებთ ამ მამაკაცთან მიმართებაში, როგორ ენერგიებშია ეს ჩაფიქრებული, თქვენს მიერ ჩაფიქრებული ქალბატონი. ნახოთ აბა. ოთხიანი კვერთხები, რა ხდება? ოჯახის წევრად მიგიჩნევთ თუ რაღაცა ძალიან ისეთ მახლობელ ადამიანად, ნუ ხა ოჯახის წევრი რომ არ ხართ, გასაგებია, თორე აქ არის ხდებოდით და ტაროს არ უყურებდით, მაგრამ ნუ რაღაც ეს ძალიან მახლობლური იეროფანტის არკანით ძალიან სხვათა შორის პატივისცემით არის თქვენს მიმართ გამსჭვალული, საკმაოდ ავტორიტეტულ ადამიანადაც მიგიჩნევთ, იცით როგორ არასტანდარტულ ადამიანადაც მიგიჩნევთ, ადამიანთან რომელთანაც შეიძლება ნებისმიერ საკითხზე საუბარი, ნებისმიერ თემის განხილვა, აი აბსოლუტურად სხვა საფეხურზე, სხვა განზომილებაში რომ გრძნობს ადამიანი თქვენთან თავს. ძალიან კარგი ენერგიებია. პენტაკლების პაჟი, ხო, ნუ პენტაკლების პაჟით რა შემიძლია გითხრათ, მეგობრებო? ადამიანი, რომელიც შეიძლება მიწისტიქიაც არის, თხის ქალწული ან კურო, ხო? შესაძლოა უბრალოდ ძალიან აი როგორი მომენტი გქონდეს თქვენთან დაკავშირებით, იცით რომ რაღაცა ან თქვენ ხართ ეს მიწისტიქია და თქვენ აღიქვამთ რომ ცოტა მატერიალისტი, ცოტა მის მიმართ სხვა ინტერესებით დამოკიდებული ადამიანი, სწორად ვამბობ. და არა, თქვენს მიმართ სახსახად აქვს ძალიან დიდი ემოციები შემორჩენილი. პირიქით, თქვენ მისთვის ძალიან სანდო, ძალიან აი უპირობოდ მიმღები ადამიანი ხართ. დღემდე თქვენი მისამართით ამ გოგოს საკმაოდ ისეთი ემოციური ფონი აქვს და Two of Pentacles რაღაცა ვერყეობის მომენტი აიწონა და აიწონის მომენტი, ვერ გადაწყვეტილების ვერ მიიღების მომენტი და პენტაკლების ტუზი, აქ არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა შეიძლება სამსახურებრივი გადაკვეთაც იყოს, ან ნახეთ და აკვირდით, მაინდა-მაინც ერთ სივრცეში კი არ მუშაობდეთ, აი თქვენი სამსახურის გამო მოგიწიათ ამ ადამიანის გაცნობა, რომ არა თქვენი სამსახური თქვენ ამ ადამიანს ვერ ნახავდით, ან რაღაცა ესეთი მომენტით შესაძლოა ფიქსირდებოდეს თქვენთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ყოველ შემთხვევაში შემდგარ ძალიან ისეთ წარმატებულ ადამიანად აღიქვამთ და სამყარო. თქვენ სხვათა შორის ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ბედით მიცემული ადამიანი ხართ.
აი საბედისწერო ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში, მოდით ასე ვიტყოდი და ის რაც იყო თქვენ შორის თუ რაც არის, ყოველ შემთხვევაში აუცილებლობით არის განპირობებული, აი რაღაცა ესეთი ემოცია, რაღაც ესეთი ენერგიებით არის. და მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება თქვენ შორის. მოდი ეს ვნახოთ, ხო? მისი ენერგიები კი ვნახეთ, მაგრამ რა ხდება თქვენ შორის ეს ვნახოთ. და თქვენ შორის შეყვარებულების არკანი, ოღონდ არჩევანის მომენტით რა ხდება, სამკუთხედი გააქვთ. ერთი წამით მეგობრებო, ერთი წამით და ახლავე მოვალ. მაპატიეთ კარზე. მაურია. მაპატიეთ კარზე ხმაური, კარზე კაკუნი იყო. მაგრამ მეზობელთან ყოფილა ჩემთან არა უკაცრავად. ხო, აქ რაღაცა შეიძლება სამკუთხედის ენერგიები ეწეხანვე ვიგრძენი, მაგრამ არ ვთქვი. რომელიღაცა მხარე, ან შეიძლება სულად სამკუთხედი არ გამოურიცხავ მეგობრებო. თქვენ შორის არჩევანი ყველა შემთხვევაში დგას. კიდევ რა ხდება, აბა მანახეთ. ტრანსფორმაცია ყველა შემთხვევაში გაქვთ რაღაცა თითქოს ორივემ რაღაც ახალი ცხოვრება დაიწყეთ სხვადასხვა მხარეს წახვედით, რაღაცეებისგან გათავისუფლება, რაღაცა ან სულაც ახალი შანსის მიცემა გინდათ ამ ეტაპზე, ამ პირობებშიც ხართ ერთმანეთისთვის, ხო? ან სულაც ერთად ფიქრობდეთ რაღაცა ახალი ცხოვრების დაწყება, საჯაროა და ამიტომ ვერსიები უნდა გავაჟღერო. კი ბატონო, თქვენ შორის დღესდღეობით მაღალი არკანით ბედის ბორბლის არკანით რა შემიძლია გითხრათ. რაღაცა შანსები კიდევ ჩნდება თქვენს ურთიერთობებში. რაღაცაცისთვის გამზადებთ სამყარო. სამყაროს არკანი, ბედის ბორბლის არკანი, ეს ისე ჰაერზე არ მოდის მეგობრებო ურთიერთობებზე. რეალურად თქვენ აი არ მინდოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ სიტყვის თქვა, მაგრამ რაღაცა კარმული მომენტებიც მოდის და კიდევ რა ხდება თქვენს შორის. 10-იანი გეუბნებით აქ რაღაცა სტაბილური ფონი ან ორივეს გაქვს და ჯაჯმენტ არა აქ ცალსახად რაღაცა გარკვეული ტიპის და ქურუმი ქალის არკანი, ფარული ურთიერთობა აქვს თქვენ შორის. ან იყო, ხო? მაგრამ აქ აი თლად პაუზაზე მყოფს არ მიჩვენებს. უბრალოდ თლად დაშორებულ შეიძლება რაღაცა პაუზა გაქვთ. ან ენერგეტიკული კავშირი დღემდე არ გაგიწყვეტიათ, შეიძლება ერთმანეთი არ ყავთ ძალიან დიდი ხანი ნანახი და არანაირი კომუნიკაცია თქვენ შორის არ შემდგარა, მაგრამ ენერგეტიკულ დონეზე ისევ ერთად ხართ და კარგი, აბა უახლოესი ენერგიებიც ვნახოთ. რა იქნება? Seven of Cups, ილუზიები, ისევ შეყვარებულების არკანი, ისევ არჩევანი, ილუზიები, ნახეთ რაღაცა უკვე მოტოვებული ამბები, მოტოვებული ემოციები, რამაც თითქოს ორივე მხარეს რაღაცა უკმარისობის შეგრძნება, უმადურობის განცდა დაგიტოვათ და სამიანი ხმლები, ნუ სამკუთხედის ენერგიები გრჩება, მაგრამ ერთმანეთის მიმართ ემოციები, ცხრიანი თასები, ის და ისევ ქურუმი ქალის არკანი, უახლოესი ენერგიები, ისევ რაღაცა და ხმლების დედოფალი. არა, აქ უახლოესი ენერგიები ცოტა კონფლიქტური გექნებათ, ან შესაძლოა დაშორებასაც ნიშნავს ეს ხმლების დედოფალი და რომელიმე მხარეს რაღაცა ურთიერთობა დაგენგრეთ კიდეც, თუმცა აქ მაინც მგონია რომ ურთიერთობა თუ არის ისევ ფარულად გაგრძელდება და თუ უნდა აღდგეს ისევ ფარული ურთიერთობა იქნება. მადლობა პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და ვნახოთ მეორე ვარიანტი. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი? როგორ ჩქარობთ მეორე ვარიანტებო, რა ხდება? და ვნახოთ, ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. ინტროვენტი, ოღონდ როგორი ინტროვენტი, იცი, არ შემიშალოთ ხელი. როგორი პანტერას ნახეთ, როგორი ისეთი გამხედვა აქვს და
ყბის ნაწილით როგორ აქვს ხო ისეთი მოჭიმული და მობას რომ არ გაბედოთ ჩემს სივრცეში შემოხედა რაღაცა ესეთი ტიპის ადამიანი ხო ადამიანი რომელიც თუ თვითანალიზს აკეთებს ნუ იქ არავინ არ უნდა გაირიოს თუ გადაწყვეტს რომ მარტო უნდა იყოს მარტო და დამთავრებული თემაა ხო ადამიანი რომელიც შესაძლოა საგანმანათლებლო სფეროში მუშაობდეს ადამიანი რომელიც შესაძლოა ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდეს ადამიანი რომელიც შესაძლოა ბიბლიოთეკაში მუშაობდეს ადამიანი რომელიც შესაძლოა არქივარიუსი იყოს, ну, რაღაცა ინფორმაცია ასევე IT-ის სფეროს წარმომადგენელი. და ან რაღაცა აი ესეთ სფეროებთან დაკავშირებული ფილოსოფზე, ან სულად ჩემი კოლეგა მეგობრებო, არ გაგიკვირდეთ. ძალიან მიმზიდველი, ძალიან ქარიზმატული, ძალიან მაგნიტური, აი, ну, ეროსი რომ არის მის ყველა უჯრედში გამჯდარი, ასე ვთქვათ, ხო? ადამიანი ძალიან წარმატებული, სხვათა შორის ბევრი მიღწევა უდევს უკვე ანგარიშზე საკუთარი ცხოვრების საკმაოდ ისეთი თვითკმარი ქალბატონია ყველა ტიპის თავშეყრის ადგილზე მასზე ლამაზად ჩაცმულიც რომ იყოს და მასზე ლამაზი ქალიც ეს რომ მოხდება ყურადღების ცენტრში ისეთი ქალბატონია და the day will ხვდებით თქვენ რა საინტერესო თანხwebdriver რა სასწაული კომბინაცია დაჯდა განდეგილის და ეშმაკის ერთად მეგობრებო აი იმიტომ რომ ძალიან ხშირად მინდა გითხრათ რომ ანუ განდეგილი ამავდროულად სამღვდელოების ბასთანაც ასოცირდება და ნუ ეშმაკის არკანი ამასთან ძალიან სასწაული ის არის რა ქვია ნახეთ რაღაცა შესაძლოა გარკვეული გავლენების ქვეშაც იყოს ეს ადამიანი ვიღაცაზე დამოკიდებული იყოს ხო თუმცა აი ნუ ამ დასტის ამ არკანით კიდევ ერთხელ ვიმეორებ ცოტა მე ანუ აი დაძაბული ფსიქიკის იყოს ხო რაღაცა უფრო მიმართული დეპრესიისკენ უფრო ცოტა კონფლიქტური ენერგიების მატარებელიც იყოს თავის თავში აკვიატებები ქონდეს ხო ადამიანი რომელსაც აი ხშირ შემთხვევაში წარმოადგენდეს თავს მსხვერპლადაც ან პირიქით თვითონ იყოს ჩაგვრელი რაღაცა ჩაგვრელი ახლა ხმამაღალი ნათქვამია ხო მაგრამ ხშირ შემთხვევაში მეგობრებო ირიბად ვართ ხოლმე ერთმანეთისზე ცოტა ისეთი გიზე გავლენის მომხდენი ადამიანები. რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის მეგობრებო და ვნახოთ ახლა საერთოდ რა ხდება მის ცხოვრებაში, რა ამბებია ამ ეტაპზე და ამ მომენტისთვის რა სიტუაცია თქვენს ჩაფიქრებულ ქალბატონთან ორიანი ხმლები იძულებითი არჩევანი აქვს გაკეთებული უბრალოდ სადაც არის იქ პრაქტიკულად არ არის მიჯნაზია თითქოს არის ის საით წავიდეს როგორ წავიდეს მაგრამ ძალიან კიდე რვიანი ხმლები მეგობრებო რვიანი ხმლები შედარებით ცოტა კიდე უკეთესი მაგრამ ერთი და ამას ეს შეიძლება მკურნალობდეს სწორად გამიგეთ აქ ცუდი არაფერი არ არის ხო ადამიანები დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან ცოტა მეგულება ბოლომდე ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ბოლომდე არა და მე ძალიან პატივს ვცემ იმ ადამიანებს რომლებიც თავიანთ მენტალურ პრობლემებზე ღიად საუბრობენ აღიარებენ და შველას ითხოვენ ხო თუ ამას არ აკეთებს ადამიანი მე ის ადამიანი შეიძლება მართლა რეალურად აბსოლუტურად სხვა როლით მოგვევლინოს ამ ცხოვრებაში და ძალიან ბევრ ადამიანს დაუზიანოს ცხოვრებაც პირდაპირ მნიშვნელობით ხო ამიტომ ადამიანი არის რაღაცა შიშებში ფოთვებში ჰალუცინაციებში ნერვული აშლილობები შეიძლება სხვადასხვა ტიპის ფსიქოლოგიური აშლილობები ჰქონდეს შეიძლება საავადმყოფოში იწვეს ან შესაძლოა რვიანი ხმლები ზოგადად გისოსებსაც ნიშნავს მაგრამ ერთი მომენტიც არის მეგობრებო რაღაცა იზოლაციაშია ან თვითიზოლაცია აქვს გამოცხადებული ნახეთ არავისთან ურთიერთობა არ უნდა არავისთან კონტაქტი არ უნდა ნუ რავი ნუ შემეხებით რაღაცა ჯანმრთელი ჯანსაღი ენერგეტიკული მომენტები და ზოგადად მის ცხოვრების მომენტები ახლა მე ამ ეტაპზე არ მომდის თქვენთან დაკავშირებით რა ხდება ალბათ თქვენთან დაკავშირებით როგორი ენერგიებშია ეს მანახე
10-იანი ხმლები. ნუ თქვენთან დაკავშირებით დანაკარგს განიცდის ძალიან გულნატკენია, ძალიან იმედგაცრუებულია, თითქოს მოატყუეს, თითქოს უღალატეს, აგერ 2-იანი ხმლები, რაღაცა აქ არჩევანის მომენტი ცალსახად იყო სავარაუდოდ ან თქვენი მხრიდან ან მისი მხრიდან საჯაროა და ასე კონკრეტულად ამიტომ ხელდასმით ვერ ვიტყვი. თქვენს მიმართ ძალიან დიდი ემოციები აქვს შემორჩენილი, აი სასწაულად დიდი ემოციები. და ნახეთ როგორ წყვილში ესა წყვილში რა იყო და თასების ტუზი და თასების მეფე ხო თითქოს აი თქვენ მაინც მისი ემოციების ავტორად აღგიქვამთ თითქოს აი ამ სიტუაციას კიდე თქვენი არსებობა აძლებინებს ხომ რომ ის არსებობს და ამითიც ბედნიერი ვარ რაღაც ესეთი მომენტები მოდის რვიანი კვერთხები, ნუ ჩიხები აქვს, მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაცა თვითშექმნილი ჩიხებია. როგორი მომენტია, იცით? ხმლების პაჟი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ცნობის მოყარეობა აქვს თქვენთან დაკავშირებით, რა ხდება თქვენთან, მაგრამ ძალა აღარ აქვს, აი არაფრის უნარი არ აქვს, ადამიანი მენტალურადაც და ჯანმრთელობითაც არ არის კარგად. არა მეგობრებო, ეს საკმაოდ ისეთ ენერგიებშია, თუ მას თქვენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით გირჩევდით მოიკითხოთ უბრალოდ და კითხოთ როგორ არის ეს ადამიანი და რაღაცა დონეზე თქვენი არს თუ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია გარკვეულწილად ჯაჯმენტ ნუ რაღაცა სერიოზული მოხდა ამ გოგოს ცხოვრებაში აქაც რაღაცა სამკუთხედის სუნი მცემს არჩევანი და ზელავარს. ნუ აი რომ ვიგრძნობ, არ არსებობს რომ მე ამარკანებმა არ დამიდასტუროს არა და სულ ვერიდები, არ მინდა სულ ხარ შეიძლება რომ სამკუთხედებში და ოთხკუთხედებში იყოს არა ადამიანი. ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ოფიციალურად არა რაღაცა სხვადასხვა ტიპის არჩევანი გარშემო მაინც არის, მაგრამ თქვენთან დაკავშირებით ან თქვენ ხართ დაკავებული უფრო იმიტომ რომ თქვენ ხედავთ პენტაკლების მეფეთ, ხო? გრძნობებიც ასახად შემორჩენილი აქვს. მოდი ამაზე არ ვიდაოთ და არ ვილაპარაკოთ, მაგრამ რაღაცა როგორც ჩანს დიდი დარტყმები აქვს მიღებული, დიდი ტრამვები, სტრესები და იმ ფონზე მისი ჯანმრთელობა ვერც ფსიქოლოგიური და ვერც ბიოლოგიური მე ამჯერად დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ მაძლევს. კარგით. აბა ვნახოთ აი ამ ეტაპზე თქვენ შორის რა ხდება. თქვენ შორის თუ ეს ხდება, მაშინ ეს როგორ გახდება? ესე იგი თქვენს ცხოვრებაში იყო ნახეთ მეგობრებო, გასაგებია. თქვენს ცხოვრებაში ამას ძალიან აინტერესებს თქვენი ამბები, როგორ ხართ, რანაირად ხართ. აბსოლუტურად იცით როგორი ურთიერთობა გქონდათ, აი უპირობო, უანგარო მიდგომა ერთმანეთის მიმართ, ხო, ნახეთ, 2-იანი თასები, 10-იანი თასები, ხო? აი ერთმანეთის მხარდამჭერი, ერთმანეთის მხრები, ერთმანეთის საყრდენი, აი დილით რომ გაიღვიძებ და მაგაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, ხო, ვთქვათ, რომ იმის რა ქვია, მაღვიძარის ნაცვლად საყვარელი ადამიანის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაღვიძებს. ნუ თუ ახლა იმისი ფუფუნება არ არის, რომ შენს გვერდით იყოს, ხო და თავისი შეხებით გაგაღვიძოს. რაღაცა ესეთი ემოციები იყო, აი ესეთი ფორმატი იყო თქვენი ურთიერთობის, მაგრამ აირია. დღეს დანაკარგებში ხართ, დღეს ხმლებში ხართ, დღეს აბსოლუტურად გულნატკენი, იმედგაცრუებული კიდევ 2-იანი ხმლები. იზოლაცია, ნუ არა, თქვენს შორის მეგობრებო, ამ ეტაპისთვის ურთიერთობა ცალსახად არ არის. თქვენ ახლა ამ ეტაპზე ერთმანეთთან კონტაქტი არ გაქვთ. რაღაცა დასვენების, შესვენების პერიოდი გაქვთ. ტაიმაუტი გაქვთ აღებული. დაცხრიანი, ნუ აი ჩიხები, არა, მაინც აქ ვერ ვხედავ. მაგრამ ემოციური ბმა არ გაქვთ გაწყვეტილი ერთმანეთთან, არა. აქ ემოციური ბმა ერთმანეთთან ისევ გაქვთ, ერთმანეთს ყვებავთ თქვენი ფიქრებით, თქვენი ოცნებებით, თქვენი ემოციებით. და მოდით უახლოესი ენერგიებიც ვნახოთ და ვასრულოთ. აბა უახლოესი ენერგიები მანახე რა იქნება. Eight of Pentacles, პენტაკლები, არაფერი აქ
თუმცა აი პაჟების რაღაცა ეს seven of wands არა რაღაცა ისევ რუტინა, მაგრამ მიჯაჭვულობები რჩება თქვენში. მიჯაჭვულობებს ვერსად ვერ წავხართ მეგობრებო. და five of არა, აქ ან შესაძლოა რაღაცა ისეთი გადაკვეთის წერტილები გქონდეთ ერთმანეთთან, რაც საყოფად ცხოვრებო შეხვედრებს მოიცავს, აი ნუ არ ვიცი, ან ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობთ, ან ერთ სამსახურისკენ გქონდეთ გზა, ან რაღაცა ამ დაგვარი. მაგრამ ჯერჯერობით დანაკარგებში რჩებით, ჯერჯერობით პაუზაში რჩებით, ოღონდ ძალიან დიდი მიჯაჭვულობებით, ისევ ემოციური ფაქტორები აქ ძალიან მძლავრობს და ძალიან ჭარბობს. თქვენ ერთმანეთის გარეშე ვიზუალურად, ფიზიკურად რაც არ უნდა იყოთ, არ ხართ ერთმანეთის გარეშე. და ნუ სამართლიანობის არკანითაც აგერ ან უფრო მორალურ ზღვარზე გადის ეს სამართლიანობა და კი ბატონო ზომიერება. არა, უახლოესი ენერგიები დაახლოებით იგივე შენარჩუნდება, რაც ახლა ამ ეტაპისთვის გაქვთ და მე ცოტა შორი პერსპექტივები, მე შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ხო? ჩვენს ხელშია სიტუაცია და რა პრობლემაა. კარგით მეგობრებო, კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ნდობისთვის, დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.